ეროვნული ფრონტის მიმართვა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შეშფოთების საგნად იქცა თქვენსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ერდოღანს შორის მიღწეული შეთანხმება ანექსირებული საოკლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში აშენდეს ახალი დიდი მეჩეთი. თავიდანვე აღნიშნავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენცია თურქეთის სახელმწიფოს ავალდებულებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღადგინოს და დაიცვას დანაშაულებრივი გულგრილობის თუ შეგნებული მავნებლობის გამო განადგურების პირას მისული ქართული ძეგლები. ქართული სახელმწიფო კი არ არის ვალდებული აღნიშნული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმში ააშენოს ახალი მეჩეთი. მსგავსი გაცვლა ერთად გაუგებარი ხდება მრავალგზის დეკლარირებული ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში. გაუგებარია თუ თურქეთის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ რატომ ითხოვს ის თავისი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობას ბათუმში? ამას ჩვეულებრივ ენაზე შანტაჟი ჰქვია. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის მუსლიმი ქართველობა ნამდვილად არ საჭიროებს ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობას, რადგან ერთის მხრივ აჭარაში მიმდინარეობს მუსლიმ ქართველთა ქრისტიანობისაკენ შემოქცევის პროცესი, მეორეს მხრივ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავალი ეკომიგრანტია გადანაწილებული სწორედ აჭარიდან. შესაბამისად, ქართველი მუსლიმების რაოდენობა აჭარასა და ბათუმში არათუ გაიზარდა, პირიქით შემცირდა კიდეც. მაშინ ვისთვის უნდა აშენდეს ბათუმში ახალი დიდი მეჩეთი? თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ფერიას მთაზე მართლმადიდებლური ტაძრის დანგრევის შემდეგ რამდენიმე ათასმა თურქეთის მოქალაქე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და დასახლდა ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა რაიონში, მაშინ გასაგები ხდება, რომ ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობა სწორედ თურქი ინვესტორებისა და ახალმოსახლეებისთვის შენდება, რაც კატეგორიულად და ყველაზე მიუღებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც ვერასოდეს შეურიგდება აჭარაში პანთურქულ ნეო-ოსმანური ტენდენციების გაბატონებას. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ არაქართველი მუსლიმები დასახლებულ მხარეებში, მათ შორის პანკისის ხეობაში და ქვემო ქართლში უკვე რამდენიმე ასეული მეჩეთია აშენებული. ქართველი მუსლიმების შემთხვევაში კი სულ სხვა ვითარება აჭარაშიც და ეკომიგრანტთა შორისაც დაწყებულია ქრისტიანობაზე შემოქცევის პროცესი, რისი მაგალითიც გახდა 2 დღის წინ დედოფლისწყაროს რაიონში 20-მდე ქართველი მუსლიმის გაქრისტიანება. მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლება სწორედ ამ პროცესების შეჩერებას ცდილობს, როცა მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავს აჭარიდან ბავშვების მუსლიმურ მედრესებში გამწესებაზე და ახალი მეჩეთების მშენებლობაზე. ყოველივე ზემოთქმული საფუძველზე ეროვნული ფრონტის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელით მოგმართავთ, რომ შეჩერდეს თურქეთის მოქალაქეების მასობრივი ჩასახლება ბათუმში. ამისათვის კი საჭიროა ქვეყანამ უახლოეს ხანებში გაამკაცროს სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები. შეჩერდეს გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმში ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობის შესახებ. შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება თურქეთის ხელისუფლებასთან საქართველოში მეჩეთების მშენებლობის და რესტავრირების თაობაზე, რადგან ყველა ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს და არა თურქეთის. საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადამჭრელი ზომების თურქეთის მიერ ანექსირებულ ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლების აღდგენის და დაცვის მიზნით. საქართველოს მთავრობამ იუნესკოს წინაშე დააყენოს თურქეთის პასუხისმგებლობის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის აშკარა უგულვებელყოფის და დარღვევის გამო. აიკრძალოს რელიგიური კონფესიების საქმიანობის საზღვარგარეთ და დაფინანსება ისევე როგორც ეს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშია დამკვიდრებული. საქართველოს მთავრობა და საქართველოს საპატრიარქო ჩაერთოს თურქეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროცესში, რომელიც ითვალისწინებს რელიგიური კონფესიების და სათვისტომოებისთვის საკულტო ნაგებობათა და ქონების დაბრუნებას. და ბოლო მოთხოვნა, ანაკლიაში დაიდგას ოსმალური იმპერიის მიერ სტამბულის მონათა ბაზარზე გაყიდული მილიონობით ქართველი გოგობიჩის მემორიალური ძეგლი. ქალაქ ბათუმში კი აღიმართოს ქალაქ ბათუმის განთავისუფლებისათვის მებრძოლი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ქართველი მებრძოლების მემორიალური ძეგლი. ეროვნული ფრონტი. ეროვნულ ფრონტს გაუმარ! 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 დღევანდელი აქცია ამით დასრულებულია. ეროვნული ფრონტი 21 მარტს ქალაქ ბათუმში აღნიშნავს ბათუმის თურქთაგან განთავისუფლების დღეს. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას გაუმარ!